და მესამე აგერ ხო ხედავ კარგად კი. მოკლედ მესამე არის ეს ძალიან ბევრს ქონდა ალბათ ბავშვობაშიც. ძალიან ბევრს არა. მოკლედ ძალიან ასე ვთქვათ, როგორ ბავშვებს იცით? ბავშვებს რომლებიც იყვნენ ძალიან მოტივირებულები, კეთილები და მორცხვები და გარკვეულწილად ზედმეტი თავმდაბლობა, ზედმეტი თავმდაბლობის გამო საკუთარი ადგილის მეორე პლანზე ყოფნა, ვიდრე ეს შენ შეგეძლო. ამ დროს გამახსენდა ახლა ზუსტად სნიკერსის თუ ტვიქსის რეკლამა, როდესაც შეერი ხარო, შენ არ ხარ. უნდა იყოს შენ. მაგრამ ამას პატარობაში ბევრ ადამიანს და ბევრ ბავშვს არ ელაპარაკებიან ეს გარკვეულწილად ან მშობლის არასწორი მიდგომიდან გამომდინარე, არასწორი ლაპარაკიდან შეიძლება საერთოდ არც ელაპარაკება მსგავს სიტუაციაზე, რაც ხდება. მთავარია რომ თუ რაც ჩვენ განვიცადეთ და რაც ჩვენზე გადაიარა მსგავს სიტუაცია, ჩვენ შვილებსაც არ გავუმეოროთ და ამიტომ ყველანაირად შევეცადოთ, რომ დავეხმაროთ, ველაპარაკოთ და ავუხსნათ ის სიტუაცია, თუ რატო არ შეიძლება მსგავს სიტუაციაში იქცეოდე და აყენებდე საკუთარ თავს მეორე პლანზე, როდესაც შენ პირველი ხარ და უფრო ძლიერი ხარ და უფრო კარგი ხარ. ყოველთვის უთხარით საკუთარ შვილებს, რომ ისინი არიან ყველაზე კარგები, ყველაზე ბეჯითები, ყველაზე წესიერები, კეთილები და უფრო მეტი სხირსნი არიან, ვიდრე აქვთ.